არც კობახიძის გადასაწყვეტი არ არის, კაცო და არც ერთი მთავრობის გადასაწყვეტი არ არის ამ მასშტაბის პროექტების დაძვრა, კაცო. ეს არის ზეიროვნული საკითხი. ქალაქი უნდა შექმნა, სადაც უცხოელები ჩასახდებიან. ეგ ხვალ შეიძლება, კაცო, ომი მოგვივიდეს, მაგ ქალაქში მცხოვრებ ხალხთან. მაგაზე პასუხისგებლობას თქვენ იღებთ? და არ მომხდარა ჩვენს ტერიტორიაზე ეთნოკონფლიქტები თუ რა? თუ გონიათ რომ თქვენ გააკონტროლებთ, ყველა რასა გააკონტროლებთ? თქვენ ის ვერ გაგიკონტროლებიათ, 3 ტერორისტი შემოვიდა 2017 წელს, 3 ტერორისტი იყო სულ. შემოიპარნენ და ერთი დღე თბილისში ომი მქონდა. ეგ ვერ გააკონტროლებთ თქვენ. 3 ადამიანის გადაადგილება ვერ გააკონტროლებთ. 150 კაცი წავიდა სირიაში საბრძოლველად ალ-ქაიდას და ისლამური სახელმწიფოს რიგებში. ეგ ვერ გააკონტროლებთ. თქვენ იმას გვიმტკიცებთ რომ აქ ათეულობით 1000 ვიღაც აზიელი და ისლამური სახელმწიფოს მოქალაქეებით რომ გატენიან მაგ ქალაქს, თქვენ მაგას ყველაფერს გააკონტროლებთ და ეგ ხალხი ჰარმონიულად ინტეგრირდება ქართულ ერთიან ქსოვილში და აქ იქნება სრული ჰარმონია. არ მოხდება